მოძრაობა კი ირაკლი ღარიბაშვილის ამ განცხადებას ნედაცემულ ტყუილს უწოდებს. ოპოზიციური ძალის თქმით, ღარიბაშვილი პოლიტიკურ ოპონენტებთან საბრძოლველად მსგავს ხერხს ხშირად მიმართავს და ხელისუფლების უუნარობის გადაფარვას ცდილობს. ნაციონალური მოძრაობა მუხთარზე საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს. უმრავლესობა კი აცხადებს, რომ პრემიერს აქვს ოპერატიული ინფორმაცია ამ თემაზე და მისი არარსებობის შემთხვევაში მსგავსი შინაარსის განცხადებას ის არ გააკეთებდა. მივესალმები პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ კრიმინალი უნდა დაისაჯოს უმკაცრესად და აბსოლუტურად ვიზიარებ იმ პათოსს, რომელიც მას ჰქონდა ამ განცხადებაში. ის, რომ ნაციონალურ მოძრაობას ძალიან ახარებს კრიმინალის ზრდაზე საუბარი საქართველოში, ეს არის ფაქტი. პრემიერ-მინისტრი გახლავთ მთავრობის ხელმძღვანელი და ის ფლობს ოპერატიულ ინფორმაციას, რასზე დაყრდნობითაც აკეთებს მსგავსი ტიპის განცხადებებს. ის 4 კუდის თანამშრომელი ვის დაიჭირეს? ხო, ვისი თანამშრომელი იყო? და დღეს რომ ელაპარაკებიან ახალაიას მერაბიშვილის უფლებების დაცვაზე, რა თქმა უნდა, ყველას უფლება უნდა დავიცვათ და მასეც ვაპირებთ და მასეც ვაკეთებთ. მაგრამ არის რაღაცა რა, ის იქითაც უკვე წარმოუდგენელია, ხო? ამიტომ პრემიერის ამგვარ ხის განცხადებებზე ხან აიღებთ მანდამაინც იმას, რა ქვია, ორიენტებს. მისი ეს განცხადება მიუთითებს, რომ მთავრობამ მთლიანად დაკარგა კონტროლი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და პოლიტიკური ოპონენტების განადგურების მიზნით არ ერიდება არანაირ სიბინძურეს და ცილისწამებას. ღარიბაშვილის ყოველად უპასუხისმგებლო განცხადება აშკარავებს იმ პოლიტიკურ უნარობას, რომელიც უფევს მართლ პოლიტიკურ გუნდში, რაც შემდგომში აუცილებლად გადაიზრდება მძიმე პოლიტიკურ კრიზისში. ყმაწვილი ადამიანი, რომლის უკან პატარა ცოტა ხანში შესული მილიარდერი დგას, სხვა ვერაფერს აკეთებენ, გარდა იმისა, რომ დამალონ რეალური კრიმინალური სტატისტიკა და ამას ახორციელებენ ეს 2 წლის განმავლობაში, ხოლო ცალკეული კრიმინალური შემთხვევები წარმოსახონ ისე და მათ შორის სოციალური პრობლემატიკის გამო გამოსული ადამიანების წუხილები, რომ ამის უკან თითქოს და არის რაღაცა, ასე ვთქვათ, შეთქმულება პოლიტიკური ოპოზიციის მხრიდან.